გამარჯობა მეგობრებო, მე ერეკლე ვარ და დღეს მიაგიხსნით იმ მნიშვნელოვან 6 პლაგინს, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად უნდა გქონდეს ყველას, ვინც კი WordPress იყენებს. რადგან ეს პლაგინები უზრუნველყოფენ დაცვას, სიჩქარეს, რაზეც უკვე მოგვიანებით ვისაუბრებ. და შენ თუ საერთოდ არ გეცნობა სიტყვა პლაგინი, აღწერა შენთვის ლინკი მაქვს, შეგიძლია პირველ რიგში იმ ვიდეოს უყურო და შემდგომ უკვე დამიბრუნდე მე. მეგობრებო, პლაგინები არის დანამატები, რომლებიც დამატებით ფუნქციებს სცენენ WordPress და მე დავიწყებ დაცვის პლაგინი, რომელსაც ეწოდება WordFence. WordFence არის ერთ-ერთი პოპულარული პლაგინი, რომლის მთავარი ფუნქციაც არის, რომ დაიცვას ჩვენი გვერდი. და როგორ აკეთებს ამას? და ვისგან იცავს? ჰაკერული შეტევებისგან, სხვადასხვა მავნე ხალხისგან, ასევე თუ ვინმე ცდილობს რომ ჩვენს აკაუნტზე შემოვიდეს, ან მაგალითად რამდენჯერმე პაროლი არასწორად ჩაწერა, ის ავტომატურად ბლოკავს მათ IP მისამართს და რა თქმა უნდა ვეღარ განახორციელებენ პროცედურას. ასევე ის ათვალიერებს WordPress-ში მდებარე თემებს, პლაგინებს, ფაილებს ყველაფერს და თუ კი შიგნით რაიმე მავნე არის, მაგ შემთხვევაში WordFence ჩვენ ავტომატურად გვაძლევს ინფორმაციას ამის შესახებ. WordFence-ის უფასო ვერსიასაც საკმაოდ ბევრი ფუნქცია აქვს და რა თქმა უნდა ფასიანი ვერსიები უფრო მრავალფუნქციური არის. ასე რომ ჩვენი გვერდისთვის დაცვა აუცილებელი არის. ესე შეიძლება პატარა საიტებზე არ დაგჭირდეს, მაგრამ თუ კი ჩვენ ავიღებთ რაღაც დიდ საიტს, ცნობილი ვიქნებით, ხალხში მაგალითად პოპულარული ვიქნებით, აუცილებლად დაგჭირდება დაცვა, რადგან დღიურად ძალიან ბევრი საიტი ტყდება და მცდელობა უფრო მეტი არის, რა თქმა უნდა. ახლა კი გადავალთ მეორე პლაგინზე, რომელიც ეხება SEO-ს. და რა არის საერთოდ SEO? SEO არის Search Engine Optimization. ესე იგი SEO ნიშნავს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას. და რაზე არის პასუხისმგებელი ეს პლაგინი? როდესაც ჩვენ გვეძებენ ბრაუზერში, ეს პლაგინი ამ ყველაფერს აუმჯობესებს და მარტივი მაგალითით რომ გითხრათ, თუ თქვენ ეძებთ რაიმე ნებისმიერს Google-ში, იქ თქვენ რიგითობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ამოგივარდებათ სხვადასხვა ლინკები, შეიძლება ეს კომპანიის ლინკები იყოს, შეიძლება რაღაც კონკრეტული გვერდების ლინკები იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. თუ კი გაქვს კარგი SEO, ესე ვთქვათ, ანუ Google-ში მოძებნის რეიტინგი, მაგ შემთხვევაში შენი ლინკი Google-ში უფრო ზევით იქნება, ვიდრე სხვა ნებისმიერი კომპანიის, მეტოქის, გვერდის თუ რა ვიცი, სხვა ნებისმიერი. რა თქმა უნდა, ამას თავისი პროცედურები აქვს, მაგრამ ეს პლაგინი პასუხისმგებელია უშუალოდ ჩვენს Google-ში გამოჩენაზე, თუ სად ვიქნებით. ახლა მოდი გადავიდეთ ფორმების პლაგინზე. ეს არის WebForms და ეს პლაგინი ასრულებს მსგავს ფუნქციას. თუ გვინდა ჩვენ საკონტაქტო ინფორმაცია მივიღოთ მის შესახებ და შემდგომ უკვე ჩვენ დაკავშირებას გადავწყვეტ, ამისთვის არის სწორედ ეს ფორმები საჭირო. თქვენს ალბათ შეგიმჩნევიათ, როდესაც შედიხართ მაგალითად რამე გვერდზე და რამის ყიდვა გნებავთ, იქ თქვენ მოგთხოვთ სახელს, გვარს, მობილურის ნომერს, Gmail-ს. ზუსტად ეგ არის ფორმა, მაგას ეწოდება. და თუ კი გვინდა ჩვენ რომ ვინმეს შესახებ ინფორმაცია შევაგროვოთ და შემდგომ ან დავურეკოთ, ან მივწეროთ, მაგ შემთხვევაში ვიყენებთ ფორმის პლაგინს, ამჯერად ერთ-ერთი არის WebForms-ი, რომელიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, რადგან 6 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს. მეგობრებო, თუ ვინმეს გინდათ რომ შეიძინოთ თქვენი დომეინი და ჰოსტინგი, ქართული კომპანიებიდან მე გირჩევთ HostNotes და უცხოური კომპანიებიდან გირჩევთ Hostingers. აღწერაში მაქვს ორივე კომპანიის ლინკი და თუ კი გამოიყენებთ Hostingers, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ჩემი ლინკის დახმარებით. აღწერაში მაქვს კიდევ ერთი ლინკი, სადაც თუ კი გინდა რომ შენ იცოდე და შეგეძლოს შენი საკუთარი ვებგვერდის აწყობა, მე გასწავლ WordPress-ის შესახებ უფრო ღრმად და გასწავლი ვებგვერდის აწყობას სულ რამდენიმე დღეში. ახლა კი გააგრძელე ყურება. ახლა მე გადავალ WebRocket-ზე და WebRocket-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლაგინი. და რატომ? ის აჩქარებს ჩვენს ვებსაიტს. და მაგალითისთვის რო ავიღოთ, თქვენს გამოცდილებაში გექნებათ, როდესაც მაგალითად რამე კონკრეტულ საიტს ეწვევი და იქ 3-5 წამზე მეტი გაგრძელდა ის ჩატვირთვის დრო, მაგ შემთხვევაში საერთოდ გამოხვალთ იქიდან ან თავს დაანებებთ, რა თქმა უნდა, თუ ძალიან მნიშვნელოვანი არ არის. და რას აკეთებს ახლა WebRocket-ი? წარმოვიდგინეთ მსგავსი რაღაც. რაიმე ნებისმიერ ვებგვერდზე შედიხართ, მაგ დროს უკან იწერება კოდი, რომელსაც ჩვენ რა თქმა უნდა ვევხედავთ, თუ პირობითად დავაყენე WebRocket-ი, მაგის მერე უკვე ამას ეძახიან cache-ს. ანუ ინახავს cache-ს და რას ნიშნავს cache-ის შენახვა? ჩემმა პლაგინმა შეინახა ეს cache-ი, ანუ შეინახა ის რაღაც კონკრეტული კოდი და მომდევნო მომხმარებელი ან სხვა ჩემი მეგობარი იქნება თუ მე ვიქნები, როდესაც მე ვეწვევი იმავე ვებსაიტს, მაგ შემთხვევაში კოდი თავიდან კი აღარ დაიწერება, უბრალოდ გამზადებული ფორმატით არის რაღაც კოდი, რომელიც ეგრევე აჩვენებს მომხმარებელს სასურველ გვერდს. და სწორედ ამისთვის არის, რომ საჭირო არის ვებსაიტზე, როდესაც შევდივართ,
იყოს სწრაფი. ჩავთვალოთ, რომ თუ კი ჩვენი საიტი ნელი არის, მაგ შემთხვევაში მაღალი პროცენტულობით დავკარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს. Imagify არის ფოტოების შეკუმშვის პლაგინი და რას ნიშნავს ფოტოების შეკუმშვის? მაგალითად, თუ ვებ გვერდზე ჩვენ განვათავსეთ ფოტო, რომლის წონაც არის 2 მეგაბაიტი, Imagify არის პლაგინი, რომელიც ამ ფოტოს შეკუმშავს და მაგალითად ჩამოიყვანს 1 მეგაბაიტამდე, რომლის ჩატვირთვაც უფრო სწრაფად ხდება ინტერნეტში. და Imagify ასევე ასწრაფებს კიდევაც ჩვენს საიტს, რადგან თუ ჩვენ გვაქვს ვებ გვერდზე ბევრი ფოტოები, რა თქმა უნდა, აუცილებელი არის, რადგან გადატვირთული საიტი ყოველთვის იტვირთება ნელა და თუ კი 3 წამზე მეტი გაგრძელდა, ჩვენ კარგავთ პოტენციურ მომხმარებლებს. ეხლა კი მინდა გადავიდე WordPress-ის ერთ-ერთ page builder-ზე, Elementor-ზე. და რატომ მაინც და მაინც Elementor-ი? Elementor-ი არის ძალიან მარტივი სასწავლებლად, ძალიან მარტივი არის გვერდების შექმნა, შეცვლა ნებისმიერი რამის. ფაქტობრივად რო ვთქვათ, Elementor-ზე შეგიძლიათ აბსოლუტურად, რაც კი არსებობს, ყველაფერი გააკეთოთ. და ეს რა თქმა უნდა ხდება კოდის გარეშე, მაგრამ შენ თუ თან კოდის წერა ცოტათი მაინც იცი, ასევე შეგიძლია რაღაც პატარ-პატარა მონაკვეთები კოდითაც გააკეთო. მაგაშიც არ აქვს შეზღუდვა. და როდესაც შენ WordPress იყენებ, რა თქმა უნდა, აუცილებლად გჭირდება page builder-ი და Elementor-ი არის სხვა პლაგინებთან შედარებით უფრო მარტივი. მეგობრებო, აქ მე რა პლაგინების ჩამოთვალე არ არის მხოლოდ ესენი კონკრეტული ფუნქციებისთვის, რომელიც მე განვიხილე მანამდე. არსებობს უამრავი პლაგინი, რომელსაც ასევე აქვს მსგავსი ფუნქციები. უბრალოდ ეს ჩემი არჩევანი არის, თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ სხვა პლაგინი და აირჩიოთ. უბრალოდ ამ ვიდეოში ყურადღება გამახვილებული მქონდა იმაზე, რომ საჭირო არის ვებ გვერდის დაცვა, ჩვენი საიტი უნდა იძებნებოდეს Google-ში კარგად, თუ ჩვენ გვინდა ხალხზე ინფორმაცია, თუ ჩვენ გვინდა მაგალითად ხალხთან დაკავშირება, გჭირდება WP-Forms-ი, თუ ჩვენ გჭირდება რომ ჩვენი საიტი იყოს სწრაფი, ამისთვის გჭირდება WP-Rocket და Imagify და იმისათვის რომ ჩვენ ავაშენოთ ჩვენი საიტი, მაგისთვის გჭირდება Elementor-ი. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო, თუ მოგეწონა და შენთვის სასარგებლო ინფორმაცია მიიღე, მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, რადგან არ გამოტოვო სხვა უფრო საინტერესო ვიდეოები. ახლა კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.